დღემშვიდობისა თქვენ უსმენთ პოლიტიკას თიასი ჭინავასთან ერთად, ცხადია ვსაუბრობთ პოლიტიკაზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული პოლიტიკის ჭრილში სულ ცოტა რჩება, დღე რჩება თვითმმართველობის არჩევნებამდე. ცხადია, ბუნებრივია მატულობს ტემპერატურაც, მით უმეტეს ოპოზიციას მის რადიკალურ ფრთას დაანონსებული აქვს 4 ოქტომბრის, ესე ვთქვათ, რევოლუცია, ეგრეთ წოდებული, მშვიდობიანი დამხობა, კეთდება ხმაურიანი განცხადებები 4 ოქტომბრის მოახლოებასთან ერთად სწორედ ამ თემებზე ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი იქნება ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით. მადლობთ სტუმრობისთვის. მაშინ ასე თქვენც გქონდათ დღეს გამოხმაურება ერთ-ერთ ვიდეო რგოლს გულისხმობ, სადაც მოქალაქე საკმაოდ თამამ განცხადებებს აკეთებს 4 ოქტომბრის მათ მიერ დაანონსებულ დამხობასთან დაკავშირებით. მეომრების ჩართულობაზეც არის საუბარი, საკმაოდ თამამი განცხადებებია. მე სვამ ხოლმე კითხვას ხელისუფლების წარმომადგენლებთან ასე როგორ უყურებთ ოპოზიციურ გეგმებს 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის? ფიქრობთ, რომ ეს არის უბრალოდ გაბუქებული ოპოზიციის მხრიდან, ის ვინც გეგმავს 4 ოქტომბერს, აი მაგალითად კახა კალაძემ თქვა დღეს ესეთი რამე გამოიყენეს, ეს არის ჩვეულებრივი ბოლი, ამის იქით არაფერი არ არისო. აი მართლა ასე უყურებთ თუ შესაბამისი უწყებები მუშაობენ ამაზე, გაქვთ ინფორმაცია, რომ ეს მხოლოდ სიტყვის მასალა და მეტი არაფერი, თუ ამის იქით მართლა არსებობს რაიმე რესურსი? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ლეგიტიმური კითხვებია, რაც თქვენ თქვით, თუმცა პასუხი მარტივია. რეალურად მათი განზრახვა არის სერიოზული და ისინი ყველაფერს აკეთებენ ამ სცენარის განსახორციელებლად, თუმცა როგორც კახი კალაძემ თქვა, ანუ ბოლი იგულისხმება ის, რომ მათ ამის რესურსი არ აქვთ და ფიზიკურად ამას ვერ მოახერხებენ. მოდით ესე ვთქვათ, რევოლუცია ხმამაღლა ნათქვამია, რადგან რევოლუციას ჭირდება ხალხი, ანუ მასების აღშფოთება, რაც ერთმნიშვნელოვნად ვიცით, რომ ხალხი ვის მხარეს არის და ხელისუფლებას ემხრობა და არჩევნებში ამას დააფიქსირებს კიდევ ერთხელ. მეორე, ეს არის ძალადობრივი დამხობა ხელისუფლების, რომლისთვისაც რეალურად ემზადებიან, მათ შორის ის, ასე ვთქვათ, ვიდეო ჩანაწერი, რომლითაც საქართველოსთან წასული ნაცი აქტივისტები უცხოეთიდან იგეგმებიან, აორგანიზებენ სხვადასხვა ყოფილი მეომრების, ყოფილი სპეციალური სამსახურების, ძალოვანი უწყებების გადამდგარი წარმომადგენლების მობილიზებას და იცით რა, ვერ ვიტყოდი რომ რაღაცა ისეთი ხმაურიანი კი არა, დანაშაულებრივი განცხადებები იყო. თითეული წინადადება თითქმის დანაშაულს გულისხმობდა თავის თავში, ის რომ ფიზიკური ძალის გამოყენებას აპირებენ, დავიწყოთ აქედან, ეს არ არის მშვიდობიანი აქცია და უკვე აპრიორი განზრახვა უკვე დამხობისკენ მიდის. მეორე ის რომ თავისთავად გვაფრთხილებენ რომ გვაძლევენ შანსს, რომ სხერპლის გარეშე დასრულდეს ეს ყველაფერი. ანუ თითოეულ წინადადებაში არის აი ის მარცვალი ჩადებული, რომელიც პირდაპირ დანაშაულებრივი არის და რაც თავარია ყველაზე ჩემ პოსტშიც მეწერა და ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის და შეურაცხყოფელი, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ზოგი გერმანიაში, ზოგი ბელგიაში, ჩვენ ამ ქვეყნიდან წასულები იქ ცხოვრობენ, სადაც კანონის უზენაესობა არის და ჩვენ გვინახავს როგორ მართავენ გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში აქციებს, სადაც მცირედი რაღაც ძალადობრივი კომპონენტები არის, ხო? ანუ მიწაზე ფორთხიელით გაყავთ ის აქტივისტები და აი ამის პირობებში, როდესაც თავად იქ სხვა ქვეყანაში ემორჩილებიან კანონებს და კანონმორჩილი მოქალაქეები არიან, ჩვენ გვიპირებენ აქ გადატრიალებას, დამხობას და კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს და არეულობის მოწყობას. ამიტომ ერთი კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ მათი განზრახვა არის სერიოზული და რეალური, მაგრამ მეორე არის ეს შეძლებენ თუ არა და სახელმწიფო რამდენად ძლიერი არის, რომ ამჯერადაც არ გაატანინოს ეს ცდილობები. რამდენად ძლიერი და რამდენად ემზადება შესაბამისი უწყებები 4 ოქტომბრის დღისთვის, ანუ ცხადია არჩევნებისთვის ხელისუფლება და შესაბამისი უწყებები 4 ოქტომბრის, ამიტომ დავსვი რამდენად სერიოზულად უყურებთ ამ მუქარებს, რომელიც ისმის ოპოზიციის მხრიდან, ან მათი აქტივისტების მხრიდან. რა თქმა უნდა, სერიოზულად უყურებთ, სერიოზულად ემზადებით, მათ შორის ალბათ საზოგადოებაც ხედავს რომ არ არსებობს არც ერთი რაღაცა მათი ფარული მოქმედება, რომელიც ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებს არ აქვს აღმოჩენილი, ხო? მათ შორის თქვათ ახალაიასთან რო გადის პაატა ბურჯოლაძე კონსულტაციებს და დავალებებს რომ მისგან იღებს
მურთაზოდელავა ნაცების პროკურორი და ახლაც პოლიცაბჭოს წევრი ერთ-ერთი მონაწილე რო არის და რუსული ბანის უკან რო დგას. მოკლედ ეს ყველაფერი იმდენად გაშიფრულია და რაც თავარია ეს გვაძლევს სერიოზულ ძალას რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ და უკვე ინფორმირებულმა საზოგადოებამ ძალიან ფრთხილად და ძალიან გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს. ეს ყველაფერი ამ ყველაფერს მივყავართ იქამდე რომ 4 ოქტომბერს უნდა იყოს მაქსიმალური მობილიზაცია ამ ქვეყნის მოყვარული ადამიანების და არჩევნებზე უნდა მიიღოს მონაწილეობა ყველამ აბსოლუტურად მიუხედავად იმისა რა პოზიცია აქვს, რადგან არჩევნები არის ერთადერთი დემოკრატიული გზა, რომ ქვეყანაში ხელისუფლებები ირჩეოდეს და მოქალაქეები გამოხატავდნენ თავის მოსაზრებებს და არავით არის ალტერნატიული რაღაც დამხობის სცენარები არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ გასულა და აქაც არ გავა. მათ შორის ხედავთ რომ სპეცსამსახურები, იგივე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იქნება თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც არასდროს თავისი კომპეტენციის უმაღლეს დონეზე არის და თითოეულ რაღაც მსგავს ფაქტს თუნდაც დიდ ძალიან საფეთქებელი ნივთიერების საქართველოს შემოსვლა, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ რამ ტრანზიტული ქვეყანა ვართ და რამდენი ასე ვთქვათ ერთი გადის შემოდის, რა მოძრაობა არის ჩვენ საზღვრებთან, ამის ფონზე რომ იყო კონკრეტული ინფორმაცია, მიადევნეს თვალყური, აღმოაჩინეს ასე შემდეგ, ან მთელი ასე ვთქვათ პროცედურები ჩატარდა იმისთვის, რომ გადაზღვეული და ყველანაირად ლიკვიდირებული ყოფილიყო ეს მავნე შედეგები, ეს უკვე სერიოზული სიმშვიდის საფუძველს გვაძლევს და აძლევს მოქალაქეებს. პაატა ბურჭულაძე ახსენეთ თქვენ. პაატა ბურჭულაძე გახდა ამ ბოლოდროინდელი მოძრაობის და ამ რადიკალური განცხადებების სათავეში, ანუ ლიდერად ჩამოყალიბდა. არ ვიცი ეს მოხდა სპონტანურად, არ ვიცი მოხდა ეს დაგეგმილად. აი თქვენ რა ახსნა გაქვთ? რა ფენომენია პაატა ბურჭულაძეს როლი ქართულ პოლიტიკაში? აი რაღაც შეგრძნება მაქვს, რომ ნარჩენივით რომ შემორჩება უკვე მილევად პროცესს და რაღაც სრულიად სახედაკარგულ პროცესს, ესე არის პაატა ბურჭულაძე შემორჩენილი ამ პროცესში. თუ დააკვირდებით, ეტაპობრივად იცვლიდნენ ლიდერებს. ნუ დავიწყოთ იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილის გალიდერება უნდათ და ნუ ჩაიხსნა სალომე ზურაბიშვილი. იცით რა, სალომე ზურაბიშვილისგან ადგილობრივი ლიდერი ვერ გამოვა, რადგან თუ ვინმეს ოდნავ მაინც აქვს მისი პერსონის მიმართ წარმოდგენა და მეორე უყურებს მის საჯარო როგორც გამოსვლებს, მოქმედებებს და მესამე იცის რა დატვირთვას და დანიშნულებას ატარებს, ხო ეს ადამიანი. აი ამ სამი კომპონენტიდან გამომდინარე წარმოუდგენელი არის რომ ის ყოფილიყო ლიდერი. ეს არის სრულიად დესტრუქციული ადამიანი, ანუ არ შეუძლია არავისთან არც თანამშრომლობა, არც ურთიერთობა, მას აქვს მკაფიო დავალება მიღებული რომ იაროს აი ესე კარდა ამ ქვეყანას და ხალხის არჩეულ ხელისუფლებას გაუფუჭოს სახელი, მათ შორის ნახავდით ალბათ დღესაც და რაღაც ამ დღეებშიც რაღაც კონკრეტულ შეხვედრებს აკეთებ და ეს არის ნომრიანი რეზიდენტი, აგენტი, როგორც ნიკა გვარამიამ უწოდა მას, სამწუხაროდ ამ შემთხვევაში გამართლდა ეს სიტყვები და მან თავიდანვე ძალიან კარგად დაინახა ამ ქალის პოტენციალი და რესურსი, ამ რესურსს ახლა ისინი უკვე იყენებენ ძალიან კარგად, თუმცა ვერ ვიტყოდი კარგად, უშედეგოდ საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის ვიღაცამ გარედან გადაწყვეტოს ამ ქვეყნის ბედი და ამ ქვეყნის მოქალაქეებს არ კითხონ რა უნდა და როგორ. ამიტომ სწორედ აი ამ შეკითხვის პროცესი იქნება 4 ოქტომბერს და ქართული ხალხი კიდევ ერთხელ გადაწყვეტს საქართველოს მომავალს. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, როგორც ლაკა ხოშტარი არის ამოუხსნელი ფენომენი, ანუ ადამიანი, რომელიც რუსეთიდან იღებს დაფინანსებას და მეორე წამს გადის აქციაზე და იმ თავის რაღაცა სექტას აჯერებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, იდენტურად სასაცილოდ წარმოუდგენელი არის პაატა ბურჭულაძის ფენომენი, ადამიანი, რომელიც იმ დიდი რაღაც აუბედითი დღეების მიუხედავად რუსეთში მღეროდა და იქ ასიამოვნებდა სხვადასხვა მაღალჩინოსან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. ახლაც რუსულად დიდი სიამაყი წარმოთქვამს სადღეგრძელოებს და ეს არის ადამიანი, რომელიც პროევროპული, რა თქმა უნდა, ყალებში პროევროპული აქციების ავანგარდში. მაგრამ ვიღაცა ხოდებს მასზე ფსონს, აი ვინც დებს ის ფსონს, რა ნიშნით დებს ფსონს მაგალითად. ლაკა ხოშტარი ახსენეთ თქვენ, მაგრამ ლაკა ხოშტარიას ასე თუ ისე პოლიტიკური გამოცდილება აქვს ახლა, ხო?
მისი საქმიანობა პოლიტიკას უკავშირდება. ეს სხვა საკითხია რუსეთის ცენტრალური ბიუჯეტიდან რა თანხები და რა სიხშირით ერიცხება, მაგრამ მას აქვს პოლიტიკური გამოსცემი, რასაც ვერ ვიტყვით პაატა ბურჭულაძეზე საერთოდ ამ მიმართულებით. თუმცა წარსულში პარტია რო ქონდა, იმას არ გულისხმობ. რომელიც ჩამოიშალა და კი ბატონო. აი რატო დებენ ფსოს, ვინ დებს, ვინ არის თქვენი აზრით? ესეც გარე ძალებიდან ხდება თუ ეს ხდება უშუალოდ ნაციონალური მოძრაობის კარნახით? მოდი პირველი კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ სხვა აღარავინ აღარ შერჩა, აი ოდნავ მაინც თავმოყარეობა ან რაღაცა აზრი თუ ქონდა ვინმე შერჩენილი მათ შორის აი ამ რადიკალურ ფლანგზე ყველა შემოეცალა, ან რაღაცნაირად ხელმოცარული არის, პაატა ბურჭულაძე არის ვინც ბოლოს აი ესე ნარჩენივი შემორჩა ამ პროცესს, თუმცა მეორე რატომ პაატა ბურჭულაძე თუ თქვა არა ვიღაც პირობითად მანჯგალაძე, რომელსაც რაღაც პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს, ესეც ტაქტიკის ნაწილი არის, ანუ უნდათ რომ წინა ფრონტზე, ხაზზე იყოს სრულიად ვითომ პოლიტიკასთან არადაკავშირებული ადამიანები, რომ ეს გამოიყვანონ როგორც გულანთებული ადამიანების, ვითომ აქტივისტების, რომელიც ვიცით როგორ ფინანსდებიან და რეკრუტინგს როგორ უკეთებენ გიული ალასანიას მიშას დედის უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. აუცილებლად უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი საკვანძო თემა არის, როგორ მოახერხეს რომ ამ ადამიანებში ფულის ჩასხმა გააკეთონ. თუმცა პაატა ბურჭულაძეს რო დაუბრუნდეთ, ეს არის მცდელობა, რომ თითქოს ვიზუალურად გვაჩვენონ, რომ და აჩვენონ საზოგადოებას და უცხოეთს, რომ აქცია არის სრულიად ესეთი სპონტანური და უბრალოდ გულანთებული ადამიანების, მათ შორის რაღაცა მომღერალი და რუსული ბანი, თუმცა ბურჭულაძის ვოკალი ვერ გადაფარავს იმ ფაქტს, რომ უკან დგას ნაციონალური მოძრაობა, უცხოეთიდან შემოსული თანხები, ის სერიოზული რეკრუტინგი, რომელიც ახალგაზრდებს უტარდებათ და მთლიანად ის პროცესი, რომელიც ქვეყანაში არეულობას გულისხმობს. აი, ხა მოდით დაფინანსება შევეხოთ. იმედის კვირამ არაერთი საგამოძიებო მასალა შემოგთავაზა, როგორ ხდება ტრანზაქცია თანხების უნივერსიტეტების გავლით, შემდეგ უკვე გარკვეული აქციების და საორგანიზო გარკვეული რადიკალური ქმედებების ან ტრენინგების ასე შემდეგ და შემდეგ. ჩვენ ვიცით რომ გვაქვს კანონი გამჭვირვალობის შესახებ, შემდეგ უკვე ფარას კანონი, რომელიც უშუალოდ აი ასეთი სახის ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულებას აკისრებს რიგ ორგანიზაციებს. ანუ კანონი მუშაობს, მაგრამ რატომ არ ყოფნის, აი თქვენ თქვით რომ როგორ მოახერხა, ჩაესხა ასეთი მიმართულებით ფული გარკვეულ ძალას უნივერსიტეტების გამოყენებით. ანუ კანონი არ არის საკმარისი, სხვა კანონმდებლობა არის საჭირო. კანონი ვერ მუშაობს. ეს კანონი ხო ძალიან დიდი ნებათა ხელისაფუძველზე არის მიღებული. აი რასთან გვაქვს საქმე? ყველაფერი როცა კარგად მუშაობს, სწორედ მაშინ არის შესაძლებელი, რომ აი რაღაცა პატარა გამოსავლები იპოვონ, თუმცა ამ შემთხვევაში გამოსავალსაც ვერ უწოდებთ, რადგან უკვე სქემა გაშიფრულია. თუმცა ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, მოდით გავაანალიზოთ დამოუკიდებლობის, ასე ვთქვათ, აღდგენიდან ბოლო 30-35 წელი, რა პროცესები ვითარდება საქართველოში. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ფაქტიურად უცხო გავლენებით მზადდებოდა, გადამზადდებოდა და რაღაცნაირად იქმნებოდა რაღაცა კლასტერი, რომელიც ერთი დაძახების თანავე შეიძლებოდა რომ გამოყენებული ყოფილიყო საჭირო მიზნებით, ხო? მათ შორის ახლა ვარდების რევოლუციაც ვიცით როგორ ხელოვნურად, ანუ ეს არ იყო, ასე ვთქვათ, არც ლეგიტიმურად გაკეთებული, არც შემდგომში უამრავი, ასე ვთქვათ, სამართლებრივი ხარვეზი ქონდა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლას და ასე შემდეგ. თუმცა, მოკლედ, აი კარგად დამუშავებული, დატრენინგებული რაღაცა ოპტიმალური ჯგუფი აქვს შექმნილი, რომელიც შემდგომშიც გრძელდებოდა. სამწუხაროდ 2012 წლის შემდეგ, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი ძალა ჭირდებოდა და თქვენ გაიხსენეთ გამჭვირვალობის კანონს რამხელოვნებათა ხელვა მოყვა, ხო? წარმოიდგინეთ ელემენტარულად გამჭვირვალობა რომ მოვითხოვეთ, იმაზე რა ამბავი დაგვატყდა თავს და მთლიანი რაღაცა ვითომ რაღაც ცივილიზებული სამყარო დასავლური ჩვენს წინააღმდეგ წამოვიდა, ხო? ეს არის ზუსტად აი იმ საცეცების გადაჭრის მცდელობა იყო, რომლითაც ჩვენ ქვეყანაში კონკრეტულ პროცესებს აორგანიზებდნენ, არეულობას იწვევდნენ, ზეგავლენა ქონდათ ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და როცა ჭირდებოდათ მე რაღაცა ომშიც ფიჩხი უნდა გამختارიყავით, ხო? შესაკეთებელი შეშა.
ამიტომ ამ კუთხით საკმაოდ დიდი სამუშაო აქვს გაწეული უმაღლეს სასწავლებლებში და ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი დაწოლა ახალგაზრდებზე მოვიდა, ახალგაზრდების რაღაც ნაწილზე. ეს იყვნენ რაღაცა გაცილებით დიდი ნაწილი შეცდომაში შეყვანილები და იმ რაღაცა ვითომ ენთუზიაზმით და აჟიტირებით გამოყვანილები, რომელსაც მთელი ამ სასწავლო წლების მანძილზე ძალიან კარგად უდებდნენ და ფაქტიურად რაღაც ხელოვნურად მართავდნენ ამ პროცესებს და მეორე ახალგაზრდები, ვინც მიზანმიმართულად არის მათში რაღაც ანარქიზმი და ერთვებოდნენ მაგალითად ფრანკლინის კლუბის მონაწილეები, სადაც პირიქით სიამოვნებდათ, რომ რაღაცა რევოლუციების მოწყობის სცენარში მიეღოთ მონაწილეობა, ისწავლათ როგორ გაეკეთებინათ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაშიც რა ინფორმაციაც იმედის კვირამ გაასაჯაროვა, ეს არის მიშა სააკაშვილის დედის უნივერსიტეტის გავლით დაფინანსებული პროგრამა და კლუბი, რომელიც ზუსტად ტერორიზმს ასწავლის, რომ ტერორიზმი კარგია, როგორ უნდა იმოქმედონ სხვადასხვა სოციალურ ქსელში დეზინფორმაციების კუთხით, მათი საჭირო ინფორმაციის გავრცელების კუთხით და ზუსტად ამ კლუბის ფარგლებში რეკრუტირდება რაღაც გარკვეული რაოდენობა ახალგაზრდების. მოდით ახლა ვნახოთ კანონზე პასუხს გაგცემთ. და თუ არ მოქმედებს ეს კანონი, თქვენ ფიქრობთ თუ არა, იგუშინ სხვა შორის თონი კეჭაშვილთან მქონდა ამაზე საუბარი, საკანონმდებლო ახალი რეგულაცია უნდა იყოს თუ არა შემოღებული, მაგალითად ასეთი საკითხის დასარეგულირება. თუ შემოღებული იქნება, სხვა შორის უკვე არასამთავრობო სექტორმა დაიწყო ამაზე ლაპარაკი, რომ ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ესეთ სასწავლებელს, უმაღლეს სასწავლებლებს, როგორც არის მაგალითად გიული ალასანიას უნივერსიტეტი, შექმნეს რაღაცა პრობლემები, ანუ ამ მიმართულებით გადადგას ხელისუფლებამ ნაბიჯი. მოკლედ თქვენ გითხარით ხა როგორ გესახებათ ამის მოგვარება. კი, ამ კანონის გამჭვირვალობის კანონის თავდაპირველ ვერსიაში, რომელსაც ჩვენ ვიხილავდით, მაშინ უნივერსიტეტებიც იგულისხმებოდა. თუმცა საბოლოო ვერსია, რადგან არ ყოფილიყო რაღაცა ინტერპრეტაციები გაკეთებული, იქნა მიღებული ისე, რომ თუ მოგებაზე ორიენტირებული არ არის სასწავლებელი, იმ შემთხვევაში აქვს ვალდებულება, რომ ამ კანონს აიპებს, როგორც იცით და მათ შორის არაკომერციულ თქო NGO-ებს და ასე შემდეგ ეხებათ კანონი. ამიტომ ამ კუთხით შეპესედ დარეგისტრირებულმა უნივერსიტეტებმა და ჩემთვის სამწუხაროა გაჟღერდა ჯიპაც, თუმცა დიდწილად ეს პროცესები გიული ალასანიას უნივერსიტეტიდან მიემართება, 9 მილიონი არის გადარიცხული ამ კლუბის და მთლიანად ამ პროცესების დასაფინანსებლად. ამიტომ ის ფაქტი, რომ შეპესე უმაღლეს სასწავლებელი შეპესეთ რეგისტრირებული არ არის ამ კანონის მოქმედების სფეროში, ეს იყო თავიდანვე გააზრებული, იმიტომ რომ არ გვინდოდა ამას რაღაცა ისეთი წარმოიდგინეთ მასშტაბური ხასიათი მიეღო, რომ ყველა უნივერსიტეტს და უმაღლეს სასწავლებელს რაღაცა თავი ეგრძნო, რომ რაღაც საფრთხის ქვეშ არის. ამიტომ კანონის მიღებისთანავე ჩვენ ვიცოდით, რომ არა კომერციული ორგანიზაციები უნდა ყოფილიყვნენ და სამწუხაროდ აქ ნახეს რაღაც კონკრეტული გამოსავალი, თუმცა ვფიქრობ, რომ იმ დანაშაულებრივი შინაარსიდან გამომდინარე, რომელთაც ეს კლუბი ფუნქციონირებს, უკვე აღარც ეს კანონი ჭირდება, რომ ფარავდეს და აღარც სხვა. ანუ მგონია, რომ ცოტა სხვა მიმართულებითაც უნდა წავიდეს ამ შემთხვევაში გამოძიება, თუმცა ეს ჩემი კომპეტენცია არ არის და თუ სამართალდამცავი სტრუქტურები ნახავენ, რომ ოდნავ მაინც ხელს ჩასაჭიდი არის ამ პროცესებს რომ იყვნენ, აუცილებლად აღმოფხრიან და შესაბამის გამოძიებას დაიწყებენ, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აუცილებელი, ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია არის გასაჯაროებული და საზოგადოება არის ინფორმირებული. ყოველთვის ვამბობ, რომ ინფორმირებული საზოგადოება იღებს სწორ გადაწყვეტილებებს. კარგით, მოდით ისე 4 ოქტომბერს დავუბრუნდეთ დაანონსებულ რევოლუციას და პლუს არჩევნებს. რა როლი აქვს დაგეგმილ და დაანონსებულ რევოლუციაში ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც იღებს არჩევნებში მონაწილეობას. ბოლო განცხადებებს თუ გადავავლებთ თვალს, მაგრამ არ აქვს ძალიან დიდი იმედი 4 ოქტომბრის ამ დაანონსებული რევოლუციის გახარიას პარტიამ საერთოდ თქვა, რომ ამ აქციაში არ იქნება წარმოდგენილი, არ მიიღებს მონაწილეობას. ლელოს ლიდერები ამბობენ, რომ არ გვიჭერა, რომ 4 ოქტომბერს 8 საათზე მოხდება ხელისუფლების გადაბარება, როგორც ამას პაატა ბურჭულაძე აანონსებს. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? თქვენ ამბობთ, რომ ესენი არიან კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, მაგრამ ემიჯნებიან იმ პროცესს, რომელიც შეიძლება მათთვის იყოს გადამწყვეტი, ხო, 4 ოქტომბრის ფორმა. ისე ვრჩებით იმ აზრზე, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა თუ რაღაც ეტაპზე გაიღო მათი გზები.
მოდით განსაზღვროთ ნაციონალურ მოძრაობას ვის უწოდებთ. ეს არის კრეფსიტი სახელი, ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის თუ რადიკალის თუ აქტივისტის, ვისაც აქვს ანტიქართული, ასე ვთქვათ, იდეოლოგია, ხო? ამ შემთხვევაში ის, რასაც აკეთებს ლელო და გაუკეთებია, მათ შორის გაუკეთებია გახარიას ის საქმიანობა, ის ნეგატიური როლი პოლიტიკურ პროცესებში, საქართველოს წინააღმდეგ ნაწარმოები, დასმენები, ცრუდასმენები, ბრიუსელის კარდაკარ წოწიალი და იმ რაღაცა მავნებლობების კეთება არ დამოუწყდება ამერიკის სენატში თუ კონგრესში საბანაძემ, როგორ მოითხოვა ჩვენი შვილების დასანქცირება. ანუ ქალმა, დედამ, არ ვიცი, ანუ ადამიანმა, უბრალოდ ქართველმა, რომლისთვისაც ალბათ რაღაცა ღირებულებას უნდა წარმოადგენდეს, ხო, ეს ყველაფერი. ამიტომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ზუსტად რომ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრობთ და თუ შიგნით აქვს რაღაც როლები გადანაწილებული, ეს არ ცვლის საერთო სურათს. მოდი დავიწყოთ იმით, რომ თუ არავინ არ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას, გასაპროტესტებელიც არ ექნებოდათ, ხო? ამიტომ 4 ოქტომბერს ვიღაცამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომ მეორე ნაწილმა თქვას, რომ აი გაყალბდა, ის იმარჯვებდა და ვერ გაამარჯვებინეს და ამიტომ კიდე ერთი რაღაცა მუხტი არის იმისი, რომ ჩვენ გადატრიალება გავაკეთოთ და რევოლუცია. აი ეს განცხადებები რომ არ მჯერა 4 ოქტომბრის არ მიიღებონ, ეს იმ ფლანგს არ აზიანებს? იცით რა არის? მათაც ხო რაღაც ასაუბრო უნდა ქონდეთ. აი რა შეიძლება ისაუბროს? ახლა ერთ შემთხვევაში გამოდის ელისაშვილი და ამბობს, რომ მერად იმიტომ უნდა მოვიდეს ჩვენი კანდიდატი, რომ დაიბაროს სამსახურები და რაც უნდა ის გააკეთებინოს და ბლოკადა მოუწყოს ამ ქალაქსო. ეხლა ამის გარდა რომ სასაუბრო არ გაქვს, მეორე რჩება, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებაც გააკეთო, რომ აღარ ხარ რადიკალი, ხო, ნუ დააჯერო, რომ აღარ ხარ იდეოლოგიური ნაცი და ბოროტი, ხო? ამიტომ რაღაც კუთხით ალბათ ლოგიკური არის მათი მხრიდან ამ განცხადებების კეთება და საჭიროც იმისთვის, რომ თავისი ამომრჩეველი ამ ეტაპზე ვინც ყავთ რაღაც დამობილიზებული, ის მაინც შეინარჩუნონ. თქვენ ფიქრობთ, რომ ის შედეგი, რომელიც დადგება 4 ოქტომბრის არჩევნებზე თვითმმართველობებში, ახლა თვითონაც ხო ხედავენ სურათს, როდესაც დადიან რეგიონებში, ყველა მუნიციპალიტეტში მათ ვერ წარადგინეს მერობის კანდიდატი. ძალიან უჭირთ რესურსი არ ყოფნით, ანუ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, ანუ რაღაც რო გააპროტესტო, შენ თვითონაც უნდა გჯეროდეს რაღაც. ისე რამდენად ჯერათ მათ დაუშვათ იმისა, რომ აქვთ იმ ხელად ხარდამჭერა თუნდაც რეგიონებში, ან არ ვიცი თბილისშიც, რომ 5 ოქტომბერს შეიძლება გამოხვიდნენ და თქვა, რომ მე არჩევნები გამიყალბეს. ნუ მათი შინაარსი არის ფაქტების, არა ფაქტები, არამედ აღქმები. ანუ მათი სტრატეგია არის და სხვაშორის კარგი რაღაც გაიხსენეთ, წარმოიდგინეთ, მათ უცხოელ პატრონებს აქვთ აქცენტი გაკეთებული და ასე ვთქვათ, ფსონი დადებული პოლიტიკურ ძალაზე, რომელმაც ამ ქვეყნის ნახევარ ოლქებშიც კი კანდიდატები ვერ წარადგინა. ანუ ფიქრობენ, რომ ხელისუფლება უნდა გადაიბაროს პოლიტიკურმა ჯგუფმა, აი ყველაფერს სხვა დანაშაულს რო თავი გავანებოთ, რომელმა ნახევარ ოლქებშიც კი ვერ წარადგინა კანდიდატი, ანუ ამომრჩეველი და მომხრე კი არა, ანუ კანდიდატიც კი ვერ წარადგინა და უფრო მეტიც, ანუ მათი კანდიდატები ყოველდღიურად ტოვებენ ლელოს რიგებს, ხო? მათ შორის ამას იცით, რომ მოყვა რაღაც მათი მხრიდან რაღაც ვითომ ჭკვიანურად დაორგანიზებული სპეკულაცია, შეთხსული რაღაცა ისტორია, რომ თითქოს ვიღაც ჩვენიანი ურეკავს ან ქართული ოცნების მხარდამჭერიან წევრი და აშინებს თურმე, ნუ კარგია რომ გამოძიება დაიწყო, იმიტომ რომ ეს გამოძიება პირდაპირ ხვდებით, რასაც დაადგენს და ეს მათი პიარული ხრიკი, რომელიც სამართალდარღვევა არის რეალურად. ან თქვენ არ ჯერათ მათი გამეჩნის, ურთიერთგამეჩნის, მათ შორის 4 ოქტომბრის. იცით რა, შეიძლება ტაქტიკები განსხვავებული ქონდეთ, მაგრამ შინაარსი აქვთ ერთი. ანუ რა გამიჯნოზე საუბრობთ, როცა ჭირდებათ პირდაპირ კოალიციაში არიან, როცა ჭირდებათ ერთად იბრძვიან ამ ქვეყნის წინააღმდეგ, როცა ჭირდებათ ომში ჩასართავად ძალისხმევას არიშუნებენ, ლელო არის პოლიტიკური გუნდი, ჯგუფი, რომელიც გაცხადებულად და მათ შორის რეზოლუციებით პარლამენტში შემოტანილი დადგენილებებით უნდა რუსეთთან ასე ვთქვათ ეკონომიკური სანქციების დაწესება და ამით არ ვიცი, აი წარმოუდგენელი რაოდენობა ქართველებისთვის ზიანის მიყენება და ეს ყველაფერი იყო გათვლილი იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკა ჩამოშლილიყო და რაღაცა სარგებელი მათ ენახა. კაპიტანინო, ახლა კიდევ ერთ საკითხად შევეხოთ ჩვენ დასასრულნელ
ნელ-ნელა მიდის ჩვენ საუბარ დასასრულისკენ მიდის. აი 4 ოქტომბრის მერე რას ელით მაგალითად საერთაშორისო თანამეგობრობიდან. გასაგებია რომ თვითმმართველობის არჩევნები ეს არ არის საყოველთაო არჩევნები, ხო? კი, არ არის როდესაც შეიძლება ასე საჯაროდ მიულოცო ან რაღაც პოზიცია გამოთქვა, მაგრამ ჩვენ უკვე შევეჩვევთ რომ ნებისმიერ საკითხზე რიგი სახელმწიფოების მხრიდან ისეკეთდება განცხადებები, თითქოს შიდა პოლიტიკური ძალები იყვნენ მათი ავტორები. აი რას ელით მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ მით უმეტეს როდესაც მთელი ევროპა დაირაზმა და გამარჯვებას ზეიმობს, ელით თუ არა ისევ იმ ნეგატიური ტალღის გაგრძელებას მაგალითად თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შემდეგ თქვენ. ხო, ფაქტია რომ უკვე დღევანდელი მსოფლიო დღის წესრიგი გვარწმუნებს რომ ორმაგი სტანდარტი არის ჩვეული ფორმა, რომელთაც სარგებლობს სამწუხაროდ დასავლეთის ბიუროკრატიებიც, ხო? ანუ მათთვის ერთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის არჩევნები, მეორე შემთხვევაში თუ არ აწყობთ, ეს არჩევნები არაფრად შეიძლება ჩააგდონ. EUTODIR-ის დასკვნა ერთ შემთხვევაში შეიძლება კარგია და კომპეტენტური ორგანიზაცია არის, მეორე შემთხვევაში თუ არ აწყობთ ეს დასკვნა, აკრიტიკონ და რაღაც აშანტაჟონ, ხო? ამიტომ ვერ ვიქნებით დამოკიდებული სხვების შეფასებებზე. ანუ ჩვენ საკმაოდ თვითმყოფადი ვართ და საკმაოდ ბევრი და გრძელი გზა გავიარეთ იმისთვის, რომ ჩვენი სუვერენიტეტი, შინაარსობრივად სუვერენიტეტი, ანუ დამოუკიდებლობა, სხვის აზრზე დამოუკიდებლობა, რაღაც კუთხით დავამტკიცოთ, ხო? ამ შემთხვევაში ამ არჩევნებს არ ჭირდება არანაირი აღიარება, არჩევნებს აღიარებას აძლევს ქართველი ხალხი და 4 ოქტომბერს ესეც მოხდება. ყოველ შემთხვევაში გვიხარია და მივესალმებით ყველა იმ ჩვენ პარტნიორ სახელმწიფოს და მათ ლიდერს, რომელიც ინარჩუნებს და პატივსცემს დემოკრატიის ელემენტარულ პრინციპებს და ქართველი ხალხის არჩევანს. თუმცა რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავთ, რომ იქნებიან ისეთები, ვინც ქართველი ხალხის არჩევანს ფეხქვეშ გათელს და არ აღიარებს ან რაღაცა ნეგატიურად შეეფასებს. მათ მიერ რამდენჯერმე მოწონებული ან მხარდაჭერილი ოპოზიციაც იღებს, ოპოზიციის ნაწილიც იღებს მონაწილეობას, ეს არ იქნება გარკვეული მაგალითად დადებითი ტონის შემცველი მათ განცხადებებში. ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ იძახონ როგორ პირობითად ლელო რო წააგებს, რომ ეს გაყალბების რაღაცა საფუძველზე მოხდა. ანუ ალბათ ეს ყველაფერიც მაგისთვის კეთდება, იმიტომ რომ არანაირად არ უნდა ამოგვასუნთქონ ყველა ფრონტიდან და ყველა ხაზიდან უნდა იყოს დარტყმები იმისთვის, რომ მათთვის საწადელ მიზანს მიაღწიონ. და ეს საწადელი მიზანი სამწუხაროდ არის მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა ძალაუფლებაში, ხო? იმიტომ რომ თუ ხალხი არ ირჩევს და შენ გარედან გინდა რომ რაღაც დაგვისვა აქ რაღაცა შენი წარმომადგენელი, ძალაუნებურად არის რაღაც ანტიდემოკრატიული პროცესი. ხო, ამიტომ თავისავად ველით რომ იქნება კონკრეტული ნეგატიური ალბათ გამოხმაურებებიც, თუმცა მე ვფიქრობ რომ იმდენად მაღალი სტანდარტი გავაკეთეთ არჩევნების წარმოების, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია ბოლო წლების მანძილზე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის კომპეტენციას და მათ შორის ელექტრონული სისტემა, რომელიც არ აძლევს არავის საშუალებას რომ რაღაცა ინტერპრეტაციები გაკეთდეს. კი, ბატონო, აი ბოლო კითხვასაც დაგისვამთ და დავასრულოთ საუბარი. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ თვითმმართველობის არჩევნები მაინც უფრო პასიურობით გამოირჩევა ხოლმე შედარებით საპარლამენტო არჩევნებისგან ან სხვა ტიპის არჩევნებისგან, მაგრამ აი ამ არჩევნებზე ისევე როგორც წინა თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან მაღლა არის აწეული თამასა. წინაზე რეფერენდუმი იყო გამოცხადებული, მან 43%-იანი ბარიერი იყო, თუ არ ვცდები დაწესებული, თუ გადალახავდა ხელისუფლება 43%-იან ბარიერს, მაშინ არ მოითხოვდნენ საპარლამენტოს ვადამდელს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არა კონსტიტუციური და არა კი ბატონო, შარლ მიშელის შეთანხმებას გულისხმობ, რომელსაც სამწუხაროდ გავყევით ჩვენც. ეხლა როგორ ფიქრობთ, ასევე ძალიან მაღლა არის აწეული თამასა, როგორ ფიქრობთ, მოსახლეობის აქტიურობა იქნება თუ არა ამ არჩევნებზე? მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ პასუხისმგებლიანია საზოგადოება, ძალიან კარგად აცვიცნობიერებს, რომ ამ არჩევნებზე მიუხედავად იმისა, რომ გარანტირებულად და ყველას შეგრძნება და ასე ვთქვათ სურვილი და ამ შემთხვევაში შესაძლებლობაც ემთხვევა, რომ თავისი სასურველი პარტია ქართული ოცნება მომოვიდეს ხელისუფლებაში, ამის მიუხედავად ხვდებიან, რომ თუ არ იქნება დიდი მობილიზაცია, რა თქმა უნდა, ეს იქნება გამოყენებული საწინააღმდეგო მხარის მიერ
ამიტომ რა თქმა უნდა მგონია რომ ძალიან პასუხისმგებლიანად მიუდგებიან და ფაქტია რომ ამ ქვეყნის მომავალს ერთად ვწერწავთ და თუ ერთ შემთხვევაში ჩვენ წინა ფლანგზე ვდგავართ და საჯაროდ ვაკეთებთ ვახორციელებთ ამ პოლიტიკას თითეული მოქალაქე დგას ამ განხორციელებული პოლიტიკის უკან და ფაქტიურად მათი დაკვეთის შესრულება ხდება. ამიტომ მათი მონაწილეობა აუცილებელია. თითეული ჩვენგანი ვართ ამ ქვეყნის მოქალაქე და ამომრჩეველი, ამიტომ ყველა 4 ოქტომბერს ვაკეთებთ სახელმწიფოსთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. დიდი მადლობა. მოდი დავალოთ 4 ოქტომბერს, პირველ რიგში ვისურვოთ მშვიდობიანი 4 ოქტომბერი. დავდენ ბოლომდე. გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ნინო წილოსანი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. მე კი გამშვიდობებით ზუსტად ერთი კვირით, ჩვენ ზუსტად ამ დროს შევხვდებით ერთმანეს დროებით.